ქუთაისელი მინადორა ორჯონიკიძე ტოროშელიძე ერთ-ერთი იყო იმ ხუთი ქალიდან, რომელიც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების დეპუტატად აირჩიეს. თუმცა მისი ბედი ისეთივე ტრაგიკული აღმოჩნდა, როგორც იმ სახელმწიფოსი, რომლის დამოუკიდებლობის აქტსაც 1918 წელს მოაწერა ხელი. მაგრამ მანამდე იყო ქუთაისის გიმნაზიაში სწავლისა და ბუნტარული აქტივობის წლები, როგორც სახელმწიფო სისტემის, ისე საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ. მინადორა ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, რომელმაც ქუთაისის თეატრის სცენაზე თამაში გაბედა. ერთ-ერთი ქალი ვერ ბედავდა სცენაზე დადგომას, გამომდინარე მაშინდელი საზოგადოებრივი განწყობისა. ქუთაისის გიმნაზიიდან ჟენევაში გადაინაცვლა და სწავლა სამედიცინო ფაკულტეტზე გააგრძელა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. მალე დაოჯახდა ბოლშევიკ მალაქია ტოროშელიძეზე, თუმცა თავად სოციალ-დემოკრატიული, ანუ მენშევიკური პარტიის ერთგული დარჩა, რომელი პარტიის სიითაც აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. სწორედ აქ მოუსწრო რუსულმა ოკუპაციამ და გასაბჭოებამ. 21 წლის მერე ის ხელმძღვანელობდა ქალთა ორგანიზაციას, რომელიც რეალურად იყო პოლიტიკური წითელი ჯვარი, მუშაობდა ფინანსების და სხვა რესურსების მოძიებაზე, რაც დახმარებოდა პოლიტპატიმრების ოჯახებს და თვითონ პოლიტპატიმრებს. რამდენიმე დაპატიმრებისა და გადასახლების შემდეგ პოლიტიკურ საქმიანობაზე უარის თქმის გარანტიით მისცეს თბილისში დაბრუნების უფლება. თუმცა შეწყალება დროებითი აღმოჩნდა. 1936 წელს საბჭოთა რეჟიმმა გაეხსენა ძველი მენშევიკები და ბოლშევიკები. დააპატიმრეს და დახვრიტეს მინადორას მეუღლე და ორი ვაჟი. მინადორა ყაზახეთში გადაასახლეს 15 წლით. გადარჩა, იმიტომ რომ ის იყო ექიმი. მინადორა გადარჩა, თუმცა ვერ გადარჩა ახალგაზრდა ქართული სახელმწიფო, რომლის დამოუკიდებლობის აქტსაც მოაწერა ხელი. სამაგიეროდ ამ ხელმოწერით შეიქმნა დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი პრეცედენტი 200-წლიანი ოკუპაციის პირობებში. დამოუკიდებლობის 3 წლიანი ისტორია, რომელმაც დიდწილად განსაზღვრა მომავალი.